საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ისტორიულ მაჩვენებელზეა. უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რეექსპორტი ავტომობილების ისეთ ქვეყნებშია გაზრდილი, სადაც მანამდე მინიმალურ ზღვარზე იყო. შესაძლოა ითქვას, რომ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით IDFI-ის კვლევა აჩვენებს, რომ 2025 წლის პირველ 6 თვეში საქართველოდან რეექსპორტზე მილიარდზე მეტი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი გავიდა, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 38%-ია. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული რიცხვები საფრთხის შემცველი არის, ვინაიდან აღნიშნული რეექსპორტი ხდება ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ყირგიზეთი და ყაზახეთი. აღნიშნულ ქვეყნებში კი რეექსპორტის მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი, რაც ბადებს ეჭვებს, რომ აქ სანქცირებული პროდუქტი და სანქცირებული ავტომობილები შედის უკვე რუსეთში, რისი დახმარებითაც საქართველოს მკვლევარები მიიჩნევენ, რომ დახმარების როლი აქ საქართველოს მიუძღვის. შესაბამისად ისინი მიიჩნევენ, რომ რეპუტაციული ზიანი საქართველოს მიადგება, რის შემდეგაც შესაძლებელია დამატებითი სანქციები ვიხილოთ ყირგიზეთსა და ყაზახეთის ქვეყნების მიმართულებით. ეს აჩვენებს, რომ ზოგადად რომ ერთგვარად შეიძლება აღქმა იყოს, რომ საქართველოს დერეფნის გამოყენება ხდება სანქცირებული ძვირადღირებული ავტომობილების საბოლოოდ რუსეთში მოსახვედრად. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ზოგადად ეს დაბალგანვითარებული ქვეყნები ყოველწლიურად უფრო და უფრო ძვირფას და ძვირადღირებულ მანქანებს ითხოვენ და გადის ექსპორტზე. შუა აზიის ქვეყნებში ფაქტობრივად დაახლოებით 80%, რაც ქვეყანა გaqავს რეექსპორტზე ავტომობილები, იმის 80% მიემართება ყირგიზეთსა და ყაზახეთში. ოფიციალურად საქართველოდან ეს ავტომობილები მიდის შუა აზიის ქვეყნებში, თუმცა რეალურად საბოლოო დანიშნულება არის რუსეთი, სადაც სანქცირებულია. სახელმწიფო კონტროლი არ ხორციელდება თუ რა არის ამ ტვირთის საბოლოო დანიშნულება, რომელ ქვეყანაში რჩება სამუდამოდ, რაც ასე ვთქვათ, საბოლოოდ შესაძლებელია მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანის მიმყენებელი აღმოჩნდეს ქვეყნისთვის. არსებობს რისკი, რომ ეს შუა აზიის ქვეყნებიც მოხვდნენ გარკვეული სანქციების ქვეშ და ამ შემთხვევაში უკვე შეეზღუდება საქართველოს ექსპორტზე გაყვანა ავტომობილების ამ ქვეყნებშიც, რაც უეც არის, ასე ვთქვათ, დარტყმა იქნება ამ დარგისთვის. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ მზარდი სტატისტიკის გამო შესაძლოა დასავლეთის მხრიდან სანქციებს ველოდოთ ყირგიზეთის და ყაზახეთის მიმართულებითაც, რაც დიდ გავლენას იქონიებს ქართულ ბაზარზე, ვინაიდან ავტოიმპორტიორების მთავარი მიზანი და გატანის პროდუქტი არის სწორედ ახლა ეს ქვეყნები. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საქართველოს რეპუტაცია ზიანდება ამ ყველაფრით და შესაძლებელია, რომ საქართველო როგორც დამხმარე სუბიექტად მოიხსენიოს რუსეთის მიერ სანქციების არიდების თვალსაზრისით.